ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ ბასიანი სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი გიორგი დონაძე შემოგვიერთდა. ბატონ გიორგი, დილამშვიდობისა. გისამძიმრებთ პირველ რიგში, გიზიარებთ თქვენს სტუხარებას. გისამძიმრებთ მე სრულად საქართველოს ყველას დიდ დანაგნეს. ბატონ გიორგი, ვიდრე შეკითხვას დაგისვამთ, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ვიდეო. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გესაუბრებათ თქვენ და ბატონ სვიმონ ჯანგულაშვილს, საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელს და შეგვიძლია ჩვენ ახლა ეს ვიდეო ვნახოთ და შემდგომ ვისაუბროთ. თქვენ დიდი საქმე გააკეთეთ ამ წერების მანძილზე. ახალგაზრდა ვისინდეთ გალობის ზოგადად აღარ დიდერ ბევრია გასახეთე ჩვენ მადლობლები ვართ თქვენთვის ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ჩვენი მასწავლებლის ლია სალაყაიასი და შალვა მოსიცის აზერბაიჯანის თქვენი სიყვარული და თქვენი თანადგომა რო არა ჩვენ არაფერი არ ვიქნებოდით და არ ვიქნებოდით და დიდი მადლობა 20 წელი ძალიან ცეცხლ დროა და ყველა დღე გვახსოვს თქვენთან ერთად მოგზაურობის მთელი საქართველო რომ ვიარეთ ერთად მართლა გავცელდა ეს გალობა და თქვენი კურთხევით მოხდა თქვენ რომ თქვენი კურთხევა ყოფილიყო ჩვენი არც ეს ხალხური სიმღერა და ესეთი გალობა ესეთი გავცელებული მთელ საქართველოში არ იქნებოდა მადლობა ეს სიმღერები და საეკლესიო საგალობლები გერდი მიდიოდა ვისარდებოდა ერთმანეთს უწევდა ხელს მერტი მოსხელპარველი ჩვენ ახლა ისტორიული კადრები ვნახეთ, პატრიარქი გესაუბრებათ, გეუბნებათ რომ თქვენ დიდი საქმე გააკეთეთო, თქვენ და ბატონ სვიმონ ჯანგულაშვილს, ბატონ გიორგი, აი მრავალმხრივი პიროვნება, განუზომელი ღვაწლის და ბევრ რამეზე, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი რომ ვისაუბროთ, მაგრამ თქვენთან ბუნებრივია ქართული გალობისა და ქართული ფოლკლორის თემას უნდა შევეხოთ. პატრიარქის ღვაწლი ამ მიმართულებით არის განუზომელი. აი კონკრეტულად რა გააკეთა პატრიარქმა ქართული გალობისთვის და რა გააკეთა ქართული ფოლკლორისთვის? ჩვენ პირველ რიგში მე ბევრჯერ თქვი ამ დღეების განმავლობაში და მის სიცოცხლეშიც ბევრჯერ გითხოვს რომ ქართული ტრადიციული საეკლესიო მრავალსაუკუნოვანი საგარეულების ეკლესიაში გაცოცხლება როგორც სხვა ყველაფერი ერთად რაც ეკლესიას უკავშირდება მან თავიდანვე ამაზე იზრუნა პატრიარქად აკურთხეს და ამას დოდაჭირდა რა თქმა უნდა და 1980 წლების ბოლოს გუნდი შეიქმნა ჯერ თავიდან ისინი სიონში იდგნენ რაღაც პერიოდი და შემდეგ ანჩისხატის ტაძრის საკათედრო ტაძარში გადავიდნენ და დაიწყო ქართული გალობის აქტგენა წმინდესის ლოცვა კურთხევით ანჩისხატის ტაძრის გალობელთა ცნობილი გუნდი რომელმაც მერე მთელ საქართველოში ვთქვათ დიდი საქმე გააკეთა. ეს იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი, ხო? 90 წლების ბოლოს. შემდეგ მოხდა შემდეგ უკვე 1998 წელი იყო ზუსტად 10 წლის მერე როდესაც პირველად სვიმონ ჯანგულაშვილი მიიყვანა ლია სალაყაიამ უბრალოდ დალოცვაზე უწმინდესთან, რომ იგი ისინი რთული გზა გამოიარა ქართულმა გალობამ. უწმინდესი იყო ერთადერთი და უპირობო მხარდამჭერი ამ ყველაფრის შემდეგ სხვა მიტროპოლიტებიც ჩაერთნენ ამაში მეუფე საბა რომელმაც ასევე დიდი მხარდაჭერა
გამოხატა ქართული გალობის მიმართ და მართული გზა გამოიარა ამ ყველაფერმა. სვიმონ ჯანგულაშვილის გუნდი რომ მიიყვანეს, მე მაშინ არ ვიყავი, ეს 1998 წელი. ქალბატონმა ლიამ, იმიტომ რომ ისინი როგორც მახსოვს ნალიყალის ტაძრიდან თუ არ მახსოვს რომელიღაც ტაძრიდან გამოუშვა სასულიერო პირმა რომ არ მოგწონს თქვენი გალობაო, სხვანაირი გალობა მოგწონსო და უწმინდესთან მივიდნენ რომ დაელოსა და ამის არნი ტაძარი მოენახათ და მაშინ უწმინდეს მოთხოვა თქვენ იქნებით სამების საკათედრო ტაძრის გალობელთა გუნდი. ის 13-ნი იყვნენ როგორც სიმონი მიყვება და ის 98 წელი. ჯერ არ არის სამება ნაკურთხი. ორ წელიწადში ჩვენც მივედით. ახლა უწმინდესმა წერა ბრძანა ინტერვიუში რომ საერო სიმღერა, ანუ ხალხური სიმღერა და გალობა გვერდი-გვერდი მიდიოდნენ ერთმანეთს ავსებდნენ. ზუსტად ესე მოხდა ჩვენ ახალ ბატალაობაში, როდესაც აი მართვეში, ბიჭებში, ფაზში და სხვა ძლევარში, ასამბლეებში ვღეროდით, ეხლა ვინც რა შემადგენლობითაც არის დაკომპლექტებული სამების გუნდი. ზუსტად აი ეს პარალელურად მივდიოდი. ჩვენ ამ საქმეს ვაკეთებდით. რა თქმა უნდა, გალობასაც ვწავლობდით, მაგრამ უფრო სასცენო იყო ჩვენი. და აქეთ ანშხატის გუნდი და მე სვიმონი და ბოლოს მოხდა ჩვენი გაერთიანება. უწმინდეს კურთხევით. გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი ბიჭებით მარტო არ მისულ ვარ 2000 წელს, როდესაც 2000 წლის მარტის ბოლო იყო, როდესაც იერუსალიმიდან დაბრუნდა მისი უწმინდესობა. გუნდთან ერთად მაშინ მივედი სადღაც 10-12 ბიჭი. და იქვე დაფუძნდა მე ანსამბლი ბასიანი იმავე წელს 2000 წელს, რომელსაც ხალხური სიმღერები უნდა აღედგინა და ბასიანიც ასე ვთქვათ მისი უწმინდესობის კურთხევით შეიქმნა, სახელი სვიმონმა შესთავაზა და გვაკურთხა რომ ბასიანი დარქმეორდა და პატრიარქი რა თქმა უნდა. და ესე პარალელურად სვიმონის გუნდი, ანუ სვიმონის გუნდს ეძახით შინაურად, სამების საკათედრო ტაძრის გუნდია, ეხლა უკვე სახელმწიფო კამერული გუნდი, რომელმაც დიდი აღიარება ჰპოვა მთელ მსოფლიოში უკვე ბოლოს გავიხსენოთ მისი დიდი წარმატებები. აი ეს ერთად უწმინდესის ფთის ქვეშ გავძლიერდით ის ყველა თავიდან განსაკუთრებით პირველი წლები ძალიან აქტიურად აკონტროლებდა, გვისმენდა, უნდოდა რომ საუკეთესო ბგერა გქონოდა, უნდოდა რომ საუკეთესო ანსამბლები და გუნდები ყოფილიყავით და იმიტომ რომ სამების ტაძარი, როდესაც 2004 წელს გაიხსნა, ეს გუნდი უკვე ყოფილიყო ძალიან ესეთი მაღალ დონეზე და ესეც მოხდა. სხვათა შორის და ყოველ მერე მოხდა ის რომ უწმინდესმა ის საგალობლები, თავის საგალობლები უკვე იმას შემდეგ ეს არნიშნულოვანია. უწმინდეს ეს მელოდიები, რაც მის საგალობლებში არის, მე ვთქვათ, გადმოტანილი და გასხივოსნებული, ესე ვთქვათ, სულ ქონდა, სულ წაგვიმღერებდა ხოლმე. უბრალოდ სანამ ქართული გალობა ფეხზე არ დადგა, სანამ ქართული სიმღერა ისე არ დადგა როგორც დგას, მანამდე საგალობლების ესე ვთქვათ საჯარო მისი დაწერილი საგალობლები ვთქვათ არ გამოიტანა და ესეც თავმდაბლობა და შორსჭერტველობა და მისმა საგალობლებმა თუ არანაირი ძალიან დიდი აღიარება ჰპოვა ხალხში. ყველა ადამიანის გულში შევიდა, იმიტომ რომ მთელი გულით აქვს ეს საოცარი კადრებია უწმინდესი. თან დირიჟორობს, თან მღერის, ხო? აი ესე იქნებოდა ესენი. რაც შეეხება ქართულ სიმღერას, მე მახსოვს, როდესაც ჩვენ უკვე ბავშვთა გუნდებში მივდივართ და ეს ბასიანი შეიქმნა, რაღაც ისეთი პერიოდი დაემთხვა, რომ ანზორ ქომაიშვილს მოგეხსენებათ ის რთული პერიოდი 2003 წლიდან 2012 წლამდე, ეხლა სუდათ არ გამიგოს ვინ და პოლიტიკურ ხო რაღაც სამწუხაროდ ესე იყო, რომ ანზორ ქომაიშვილი გააჩერეს და უთხრეს, რომ შენ სხვა რამე უნდა აკეთო. წარმოედგინეთ ქართული სიმღერის ხო უწმინდესმა შეიფარა ბატონი ანზორი. მან გაიყვანა სამშვიდობოს. ასევე მოხდა სხვა კულტურის სხვა დიდი სფეროს თეატრის წარმომადგენელი ბატონ რობერტ წურვა, როდესაც დევნილობაში იყო, უწმინდესმა გაიყვანა ფონს და დღეს თუ ქართული
მრავალხმიანი გალობა ტაძარში ჟღერს ქართული სიმღერა ნამდვილი ანსამბლია რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან მისი უწმინდესობის ძალიან დიდი წვლილია ეხლა ჩვენ სულ ამბობთ ამას მაგრამ არ შეიძლება რომ ვთქვა ესეც რაღაცნაირად არ მინდა ისე გამოვიდეს თითქოს მარტო ჩვენ იმაში რაღაცნაირად ამ გალობის ამბავს მარტო ჩვენ უჭერთ ხარს ესე არა ძალიან ბევრი გუნდი იყო ანცხადის გუნდი ვახსენე შემდეგ იყო ჯვარის მამაში ქალთა გუნდი ტატიანა მეგრელიძის ხელმძღვანელობით შემდეგ ძალიან ბევრი გუნდები იყო ქალბატონ ლია სალაყაია რომელმაც საქართველოში დაიწყო ამის გავრცელება რა თქმა უნდა მე უწმინდესობა დააჯილდოვა კიდეც იგი ქალბატონი ლიას უდიდესი ხვაწლი აქვს აი გავრცელებაში პოპულარიზებაში და თან ასევე იყო საოცარი პედაგოგი და უამრავი თაობის აღმზრდელი. უბრალოდ ჩვენ ხა ძალიან მოკლედ ყვებით ხოლმე. ასევე პატრიარქი აი ვიდეოში თქვენ ეუბნებით უბრალოდ უწმინდეს რომ თქვენთან ერთად მოვიარეთო მთელი საქართველო, ერთად დავდიოდითო. ეს ისეთ საინტერესოა. რა ხდებოდა აი ამ დროს, აი ამ თქვენი ვიზიტების დროს სხვადასხვა საქართველოს რეგიონებს გულისხმობდით ხო ამ შემთხვევაში და კიდევ სხვადასხვა ვიზიტების დროსაც ალბათ აღხდით ხო პატრიარქს? ჩვენ ფაქტიურად ყველა ოფიციალურ ვიზიტზე გალობლები თუ საეკლესიო მიმართულებით იყო, ანუ თუ სასულიერო პირებს ხვდებოდა უცხოეთში, ან აუცილებლად გალობლები იყვნენ. ჩვენ მას ვახდით ირანშიც, ფერეიდანში, ჩვენ ყველგან ვახდით აბსოლუტურად. ნუ უამრავი რამ გაქვთ გასახსენებელი, მაგრამ აი ამ სამუშაო პროცესს რაც ეხება, რაზეც საუბრობდით, ეს იქნება ძალიან საინტერესო. აი ერთად როდესაც დაგიოთ. ჩვენ რა თქმა უნდა, ხა უწმინდესისთვის ეს გალობა და ზოგადად ჯერ ისეთი სადაც ჩავდიოდით საქართველოს რეგიონებში, ყველგან მსახურება აღევლინებოდა. უწმინდესი სულ წირვა ლოცვა სულ ამ პროცესში იყო და ჩვენ ბუნებრივია საჭირო იყო და ეს გალობის ერთგვარი გავრცელება იყო. გალობას რომ ვამბობთ, აქ არის ქართულ სურზე ლაპარაკი, აქ არის ქართულ ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილ რაღაცა უნიკალურ მოვლენაზე, რომელიც სოფლიოში გამორჩეული. ეს მარტო ის არ არის, რომ ჩვენ რაღაცა მსახურებაში მივიღეთ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, უპირველესი დანიშნულება ეს არის. მაგრამ ეს არის ქართველობის რაღაცა ესეთი დამადასტურებელი არამატერიალური რაღაცა საბუთი, ესე ვთქვათ, რომელიც ყველა ადამიანში, ყველა ქართველში და არა მარტო ქართველში აღზრავს რაღაცა განსაკუთრებულს. იმ წუთში გზნობ სიმღერას გალობჯები გალობებით ტაძარში შემდეგ გარეთ სადმე ღონისძიება იყო იქ ხალხურ სიმღერებს ვღეროდით და დღეს რო აი აქაც არის ნათქვამი რომ ჩვენ გვაქვს 47 სკოლა მე ჩვენ როცა დავიწყეთ მუშაობა ფოლკლორის ცენტრში ჩვენ მეგობრებთან ერთად მაშინ რა თქმა უნდა პირველ უწმინდესთან მივედით და მაშინ ესეთი რამე თქვა ზუსტად მახსოვს რაც გითხრათ თქვენ უნდა გაავრცელოთ გალობა მთელ საქართველოში. ახლა რა მოხდა? ამის მერე დაიწყო საალტბარო სკოლების გახსნა, დაფუძნება. მთელ საქართველოში დღეს უკვე გვაქვს 47 თუ 59, აღარ მახსოვს ზუსტად კიდე დავამატეთ ბოლო თვეებში ორი სკოლა. სადაც 2000 ბავშვი ამ მომენტისთვის 2000 ბავშვი უსასყიდლოდ სწავლობს ქართულ ტრადიციულ საეკლესიო საგალობლებს და ხალხურ სიმღერებს, ასევე ფოლკლორის სხვა დარგებს, ქორეოგრაფიის ნიმუშებს. ეს მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით გვითხრა ეს და მე ისე რა თქმა უნდა სახელმწიფო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხდება ეს ყველაფერი და სახელმწიფოს აი რაღაცნაირად აი ამ ქართულმა სიმღერამ და გალობამ როგორც აი ისინი ერთნი არიან და ერთმანეთს აძლიერებდნენ საუკუნეებია, გაძლიერებენ. აი რაღაცნაირად ყველაზე კარგი გადაკვეთა მოხდა ერისა და ბერის, ანუ სახელმწიფო და ეკლესია ამ შემთხვევაში ყველაზე ტკბილად თანამშრომლობს აქ ბევრი სხვა რამეშიც ესეა, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე სახელმწიფო აფინანსებს ამას, ხარს უჭერს ყველა ლოტბარი, რომელიც გიორგი მთაწმინდელის უნივერსიტეტში საუკეთესო ხალხი, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და თავს არ ზოგავენ აი უწმინდესის ამ დღეებში ყველა საათობით ელოდა რომ 1-2 საგალობელი ეთქვათ და საოცარი ხალხი ყავს გიორგი მთაწმინდელის უნივერსიტეტი ვახსენე რომელიც ესეც არის ქართულ მრავალხმიანობაზე ვსაუბრობთ
ამ უნივერსიტეტის ხსენების გარეშე არ შეიძლება მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა უნიკალური მოვლენა, უნიკალური სოფლიოში, სადაც სიმღერას და გალობას სწავლობენ უმაღლეს განათლებას იღებენ და შემდეგ ფოლკლორის ცენტრის სალუტბარო სკოლებში, სხვადასხვა ანსამბლებში საქმის გავრცელებას ეწევიან და უწმინდესის ინტერვიუ გავრცელდა ამ ბოლო დროს, როცა 2006 წელს, როდესაც გაიხსნა სკოლა დაფუძნდა, მაშინ ამბობს, რომ მთელ საქართველოში გავრცელდება საგალობაო და ეს ლოტვარები შემდეგ და დირიჟორებიო მოკლედ ძალიან დიდ საქმეს გააკეთებენ და ზუსტად მისი სიტყვები რაც თქვა მაშინ მანამდე რასაც ამბობდა ყველაფერი ხა ჩვენ თვალწინ ხდება ისე რომ და კიდევ რამდენი ახდება ჩვენი ვალი არის და ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ მიზანი და პასუხისმგებლობა ის რომ ხელი შეუწყოთ, არ შეუშალოთ ხელი და სწორად გავიგოთ იმისი დანაბარები. აი ესე ვართ ჩვენ, ვინც ამ საქმეში ვართ. დავამტკიცოთ, რომ გვიყვარს ასე. და გიორგი, ასევე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი პირადი ისტორიაც ალბათ ასეთი ბევრი არის, მაგრამ მაინც ერთი გამორჩეულად რაც გახსენდებათ, ვიცით რომ თქვენი მრავალშვილიანი ოჯახი დაკავშირებული ხართ საქართველოს ეკლესიასთან, პატრიარქთან მრავალი წელია და ალბათ ძალიან ბევრია რაზეც შეიძლება რომ ისაუბროთ, მაგრამ აი ძალიან ბევრი არის, ეხლა არის ისეთი რთულია ხოლმე ეს დროს, αλλά ჩვენ როგორც ვთქვით, მე და ჩემი ძმა მივედით უწმინდესთან, სიმონ ჯანგულაშვილმა მივიყვანა რაღაც ხანს პატარა ესეთი ამბავი იყო, მოკლედ მარტის ბოლო იყო და იმის მერე ესე მოვდივარ და უამრავი დეტალია, უამრავი რაღაც ყოველდღიურობაში იმდენი რამეა, რომ აი გასახსენებლადაც ეხა გვახსენდება ბევრი რამე. მე მახსოვს როდესაც ჩვენ ხშირად მთელი დღე დილიდან საღამოთი საპატრიარქოში ვიყავით ხოლმე და რეპეტიციებზე ხშირად შემოიხედავდა უწმინდესი. ახლა პირადი ჩემთვისაც ის არის, რომ მან მისი ძალიან ესეთი დაჟინებული ბევრჯერ გამემეორა, რომ შენ კონსერვატორიაში უნდა ჩააბარო. დიდი ვიყავი საკმაოდ მე. იცით რა არის ისეთი სიტუაცია ქონდა, რომ ვერ ვახერხებდი ჩაბარებას, ოჯახური მდგომარეობის გამო მიწევდა უცხოეთში სიარული და ვერ დრო არ იყო და არ ვფიქრობდი ამაზე და საერთოდ ყველაფერი მაშინ მითხრა რომ აღარ დიარო უცხოეთში შენ რაზეც ვშრომობდი ის დანებო ამას თავია. შენ კაცად ვფიქრა სხვათა შორის და გამიკვირდა მე ვთხარი ერთხელ წავალ მეთქი კიდე იმიტომ რაღაც საქმე ბოლომდე მქონდა მისაყვანი და მეტი აღარ ვილითქო და ესე გავაკეთე დაუჯერე და ამ საქმეში ვარ დღემდე მისი კუთხე. რამხელა წარმატება გაქვთ ამ საქმეში და მთელ საქართველოს რამხელა წარმატება იყო ერთი რაღაც რომელიც სხვანაირად გავაკეთე მაგრამ 10 და 15 წლის მერე აღარ მოსულს მაინც ისე მომიწია გაკეთებ როგორც თავიდან მითქრა. როგორც ხანდახან ურჩეებიც ვიყავით და ხო, სამწუხაროდ. მაგრამ მაინც ისე გააკეთეთ ბოლოს როგორც ბოლოს ისე გამოვიდე როგორც თავიდან მითქრა უწმინდეს. ასევე თქვენ ყოველთვის იყავით ხოლმე იმ ღონისძიებებზე, რაც საპატრიარქოში ტარდებოდა პატრიარქის კურთხევით, უკავშირდებოდა ის თქვა პატრიარქის თარიღებს თუ სხვა მოვლენას და თუ არ ვცდები ხა 2 აგვისტოს კადრები გვაქვს ახლანდელი, უბრალოდ 2025 წლის 2 აგვისტოს ილიაობის კადრები გვაქვს, ნუ თქვენ 4 იანვარსაც იყავით 25 დეკემბერსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში 2 აგვისტოს კადრებია ეს ჯვარზე გაიმართა ჯვრის მონასტერთან, ჯვრის მონასტერში ღონისძიება და რომელიც პატრიარქის უწმინდესის ანგელოზის დღის აღნიშვნას უკავშირდებოდა. თქვენ ბრძანდებოდით ტრადიციულად და ეს კადრებია სწორედ საოცარი კადრები და 4 იანვარიც იყო საოცარი მართლაც. განსაკუთრებული დღე იყო, რომელიც ყველას დაგვამახსოვს და საჩუქარი იყო ჩვენთვის ალბათ ყველასთვის. ხო, აი მაშინ რაღაცნაირად ჩვენ ესე საოცარი მომენტი დავინახეთ. მეორე სართულზე ვიდექით და ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა ეს. არ ველოდებოდით არავინ რა. მისი 2 საათი გაგრძელდა. 2 საათი და მე რაღაცები გითხრა, ბევრი რაღაც თქვა და ჩვენ რო დავიწყეთ პირველი მრავალჟამიერი რო ვთქვით ზუსტად მახსოვს გაახილა ეს თვალები და პიჯვარი გადაისახა ეს იყო რაღაცა ჩვენ მრავალჟამიერზე მოხდა თქვით ამიტომ კი არა უბრალოდ ის დღე იყო განსაკუთრებული
ბოლო პერიოდისთვის ცოტა უცნაურიც. თითქოს გამოგვემშვიდობა ამ დღეს რაღაც ისე. გახსოვთ რომ ფეხზე ითხოვა რომ ფეხზე დახმარებოდნენ წამოდგომაში და უნდოდა რომ ფეხზე ამდგარს გადაეხადა იქ შეკრებილი საზოგადოებისთვის მადლობა. მთელი საქართველოსთვის ასევე იყო გამორჩეული დღე იყო ბოლო პერიოდში მის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამბავს თუ გადავხედავთ ეს დღე იყო გამორჩეული და მაშინათვე რაღაცნაირად ესე მენიშნა რაღაცნაირად რომ ეს იყო მართლა თითქოს დაგვიმშვიდობა თითქოს ესე ბოლო დაბადების დღე იყო არ ვიცი რაღაცნაირად მაგრამ სანამ ის ესე ცოცხალი იყო დიდი იმედი იყო და დღე ჩვენი და ამაზე არ ვფიქრობდით არასდროს რომ რაღაც მაინც ალბათ ისე ვერ ვაფასებდით რომ აი პატრიარქთან ესე ახლოს ყოფნა რას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეხლა წავიდა ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა და ძალა და იმედი კი არ მოგვაკდა მოგვემატა თითქოს ესეთი და პასუხისმგებლობაც ის მისი ყოველი გამონათქვამი უფრო ისე გვახსენდება, უფრო მეტად დავფიქრდებით ალბათ ყველანი ვინც ახლოს ვიყავით და ვინც არ ვიყავით, აი ხედავთ რამდენი ადამიანი მოვიდა, ესეც გამაოგნებელი იყო, ჩვენ არ ველოდებოდით ესეთ რამეს. კი ვიცოდით რომ რამხელა ავტორიტეტობა ქონდა პატრიარქს, მაგრამ ეს წარმოუდგენელი რამ ხდება. ესეთი ერმა აჩვენა თავისი დიდი კულტურა. ეს ამას უბრალო ვერი არ არსებობს, მაგრამ ეს არის რაღაც უდიდესი კულტურის, როგორი ქართველები ყოფილიყართ, როგორი ერი ყოფილიყართ, ნამდვილად პატრიარქის ღირსეული შვილები, რომლებმაც ესე დააფასეს, შეაფასეს, სწორად დაინახეს, სწორად და რომ ვაცილებდით როგორ რა ფრაზები იყო, რას ამბობდა ეს ხალხი გზადაგზა სანამ სიონამდე ჩავასვენეთ. დიდი ამბავი ეს არის რაღაც წარმოუდგენელი ამბავი რა მთელი ცხოვრება ეს გვემახსოვრება რაც მოხდა ზოგადად ახლა ჩვენ მთელს მართლმადიდებლურ ქვეყნებში სადაც მიბრძანდებოდა უწმინდესი ყველგან გვიწევდა ყოფნა და ჩვენ ათონზის თაზეც ვიყავით მასთან ერთად 2003 წელს თუ ვცდები. როდესაც ისტორიული ფაქტი 1000 წლის შემდგომ რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დადგა ფეხი ათონის თაზე. ნუ იქაც საოცრად მიიღეს თვითონაც საოცარი რამ მოიმოქმედა ესე ვთქვათ რომ ჩავიდა კურთხევა აიღო ყველა წინამძღვრისგან და ეს საოცრება იყო ქაური ბერები რომლებიც საოცარი ხალხია ლოცველები გაუგნებულები იყვნენ მისი თანმდავლობით აი უწმინდესი გამორჩეული არის სხვა ვთქვათ მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებისგან იმით რომ აი როგორც ადრე ამბობდნენ რომ აი ქართველი და ქრისტიანიო ერთ და იგივე გვაქვს ჩვენ ისტორიულ წყაროებში რომ ერთ და იგივეს ნიშნავდა მტრისთვის, მომხდურისთვის. აი უწმინდესი იყო გაერთიანებული თავის სამშობლო და ქრისტიანობა რაღაცნაირად ზუსტად ისე როგორც ჩვენ წაგვიკითხავს ისტორიულად და როგორებიც იყვნენ ჩვენი წინაპრები ზუსტად ისეთი იყო. და საოცარი ესეთი ქართველი პატრიარქი ესეთი ეროვნული პატრიარქი იყო ნამდვილად. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ჩვენთან მობრძანებისთვის, ესეთი საინტერესო საუბრისთვის. ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ ბასიანის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.